ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 18 მარტს 90 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. საუბრის შედეგები თეთრმა სახლმა შეაფასა როგორც პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ენერგოინფრასტრუქტურაზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე. აგრეთვე ისინი ტექნიკურ მოლაპარაკებებს გამართავენ საომავლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საკითხებზეც. დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრეს უკრაინის ომში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს ხანგრძლივი მშვიდობით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობას. სისხლი და რესურსი, რომლებსაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავს, უმჯობესი იქნება საკუთარი ხალხის საჭიროებებზე დახარჯონ. ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი მშვიდობო შეთანხმებით. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგოინფრასტრუქტურაზე ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტით, ასევე ტექნიკური მოლაპარაკებებით შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე, ცეცხლის სრულად შეწყვეტასა და მუდმივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებით. მიუხედავად იმისა, რომ საუბრის შემდეგ პრეზიდენტებს პრესკონფერენციები არ გაუმართავთ, როგორც რუსულ, ისე ამერიკულ მედიებში მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების შესახებ გარკვეული ცნობები გავრცელდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია რუსულ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო ფინანსური დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულად შეწყვეტა მოსთხოვა. მოგვიანებით Fox News-ში ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ არანაირი საუბარი დახმარების შეწყვეტაზე არ ყოფილა. რეალურად ამაზე საუბარი არც ყოფილა. ბევრ ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ დახმარებაზე არ გვიმსჯელია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მზადაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ წინადადებას, რომელიც მხარეებს მშვიდობამდე მიიყვანს, თუმცა იმ პირობით, რომ უკრაინა მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. მხარს დაუჭერთ ნებისმიერ წინადადებას, რომელიც მიგვიყვანს მდგრად, სამართლიან მშვიდობამდე, მაგრამ ამისთვის უნდა გვესმოდეს, რა დევს სასწორზე. რა არის დეტალები? ღმერთს ვთხოვ, რომ ვიცოდეთ ეს დეტალები და პარტნიორები დაგველაპარაკონ, რადგან ამ ომში ორი მხარეა, რუსეთი და უკრაინა. უკრაინის გარეშე მოლაპარაკების მცდელობა, ჩემი აზრით, არაპროდუქტიული იქნება. მხარს დავუჭერთ ყველა ნაბიჯს ომის დასრულებისკენ. მხარს დავუჭერთ, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცას მხარი დავუჭიროთ, უნდა გავიგოთ რა არის ეს. თუ პრეზიდენტი ტრამპი დროს გამონახავს, ის დაკავებული ადამიანია. შეუძლია ნებისმიერ დროს დარეკოს. ჩვენ მზად ვართ უპასუხოთ. მზად ვართ განვიხილოთ მასთან შემდეგი ნაბიჯები. სატელეფონო საუბრის დასრულებიდან რამდენიმე საათში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ Facebook-ზე განცხადებაც გაავრცელა. მისი თქმით, უკრაინის ცაზე ახლა 40 შაჰიდის დრონია, რომლებმაც რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანეს, მათ შორის საავადმყოფოზეც. ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ ესაა ის, რაც რუსეთს რეალურად სურს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიომ უნდა გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე მშვიდობის მისაღწევად. ახლა ბევრ რეგიონში შეგიძლიათ პირდაპირ მნიშვნელობით მოისმინოთ ის, რაც რუსეთს რეალურად სურს. დაახლოებით 40 შაჰიდის დრონია ჩვენს ცაზე და საჰაერო თავდაცვის სისტემა აქტიურია. სამწუხაროდ იყო დარტყმები, კერძოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. შაჰიდის დრონის დარტყმა სუმის საავადმყოფოზე, დარტყმები დონეცკის რეგიონის ქალაქებზე და ამჟამად კიევის, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიჰივის, პოლტავას, ხარკივის, კიროვოგრადის, დნიპროპეტროვსკისა და ჩერკასის ცაზეც. სწორედ მსგავსი ტიპის ღამის თავდასხმები ანადგურებს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს, ჩვენს ინფრასტრუქტურასა და უკრაინელთა ნორმალური ცხოვრების პირობებს. ის ფაქტი, რომ არც ეს ღამეა გამონაკლისი, მეტყველებს, რომ უნდა გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა მშვიდობის მისაღწევად. დღეს პუტინმა ფაქტობრივად უარყო წინადადება ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ. სწორი იქნება მსოფლიომ უარის თქმით უპასუხოს პუტინის ნებისმიერ მცდელობას ამ ომის გახანგრძლივებაზე. სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ. დახმარება გაუწიოს უკრაინას, გააძლიეროს მოკავშირეები თავისუფალ სამყაროში და იმუშაოს უსაფრთხოების გარანტიებზე. მხოლოდ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების რეალურ შეწყვეტას შეუძლია როგორც ამ ომის დასრულების მგზავრობის დადასტურება, ისე ჩვენი მშვიდობასთან დაახლოება. მოვლენებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლციც გამოეხმაურნენ. ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას მათ მშვიდობისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდეს. ოლაფ შოლცის აზრით, შემდეგი ნაბიჯი უკვე ცეცხლის სრული შეწყვეტა უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ სრულად ვეთანხმებით, რომ ყველა ძალისხმევის მიზანი უნდა იყოს უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა. ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ამ გზაზე. იგივე ეხება ცეცხლის ზღვაზე შეწყვეტისთვის ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყებასაც.
ემანუელ მაკრონი განმარტავს, რომ მართალია პირველი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მიზანი უცვლელი უნდა დარჩეს. კერძოდ მისი აზრით აუცილებელია, რომ ეს მშვიდობა უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა დასცინა, რომ მოლაპარაკებებში აუცილებელია უკრაინის ჩართვაც. პირველი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მიზანი უცვლელი უნდა დარჩეს. ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გაზომვადი, შემოწმებადი და სრულად დაცული იქნება. აგრეთვე დეტალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, რაც მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საშუალებას მოგცემს. ეს რჩება ჩვენს მიზნად და ეს წარმოუდგენელია უკრაინელთა გარეშე. რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტები შეეხნენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონსაც. მხარეები შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთში სტრატეგიული იარაღის გავრცელებლობაზე და იმაზეც, რომ ირანი არასდროს უნდა იყოს იმ პოზიციაში, რომ ისრაელი გაანადგუროს.